ქართული დიასპორა, უცხოეთში გატარებული წლები, ქართველი ემიგრანტები და მათი თვალით დანახული სამშობლო, სახელმწიფო პოლიტიკა ქართული დიასპორის მიმართ, რჩევები უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამოქალაქეებს. ყოველ ორშაბათს 21 საათზე ქართული არხის პირდაპირ ეთერში ნახეთ გადაცემა ქართული დიასპორა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ქართული ემიგრაცია, მოგესალმებით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ნანა ლომიძე, რომელიც აგრეთვე გახლავთ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს წევრი. მოგესალმებით, ქალბატონო ნანა. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თქვენს ერთ-ერთ გადაცემას. თვალყურს, რომელიც არის საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა, მე მგონი კვირაში ორჯერ გადის თუ არ ვცდები. მიგრაციის მარშრუტები, საკმაოდ საინტერესო და პოპულარული გადაცემა. ქალბატონო ნანა, მე მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს ჯერ მოვუყვეთ თქვენი ჟურნალისტური მოღვაწეობის შესახებ და შემდეგ თუ შეიძლება გავაცნოთ თქვენი გადაცემა. როგორ წარმოიშვა ამ გადაცემის იდეა, როგორ გაახვედით პირდაპირ ეთერში პირველად, იმიტომ რომ ჩვენს ტელემაყურებლებს ვუთხრათ, რომ როგორც ჩვენი გადაცემა, ასევე თქვენი რადიო გადაცემაც გადის პირდაპირ ეთერში. გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა თამარ მოწვევისთვის, მივესალმები ქართული არხის ტელემაყურებელს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, არა მარტო უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ ჩვენი თანამემამულეებისათვის აქ საქართველოში. იმიტომ რომ არ არის ოჯახი, ან ძალიან ბევრია ოჯახი, რომლის ოჯახის წევრი საზღვარგარეთ არის დღეისათვის და სხვა მიზნებით რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი ემიგრანტი ყავს ქვეყანას. რაც შეეხება ამ თემის განვითარებას ქართულ მასმედიაში, ეს ჩვენ დავიწყეთ 1992-93 წლიდან, როდესაც ეს პერიოდი იყო, როდესაც პატრიოტულ მოტივს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მასმედიაში. აი, უნდა გაეგო რადიო მსმენელს, ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი. როდესაც ბატონი ზვიად გამსახურდია გამოდიოდა ქაქუცას არჩეულებრივი პორტრეტი ეჭირა, ყველა იძახოდა, აი ვინ არის ეს, ვინ არის, არავინ არ იცოდა ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი და არ უნდა ცოდნოდა. და მე ძალიან გამიმართლა, რომ ამ პერიოდში ბატონი გურამ შარაძე მოღვაწეობდა ქართული ემიგრაციის თემაზე. ამ პერიოდში გამოვიდა ბატონი გურამის წიგნი უცხოეთის ცის ქვეშ, სადაც აი თან მიმდევრულად წერია ჩვენი ქართველი ემიგრანტების ბედი უცხოეთში, ისტორიული ემიგრაციის შესახებ არის უმეტესად ეს სამტომეული. არაჩვეულებრივი დახმარება იყო ჩემთვის ესა, იმიტომ რომ ძირითადად მასალა აი პუბლიკაციების მიხედვით უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ მაშინ ჯერჯერობით კიდევ არ იყო კავშირი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან. მე მახსოვს, ქალბატონი გულიკო პატარიძე, რადიო თავისუფლების მაშინდელი რედაქტორი, ვერ ჩამოვიდა საქართველოში, გაუჭირდა რაღაც მიზეზების გამო. მე ძალიან დამეხმარა იმ პერიოდში ბატონი კარლო ინასარიძე, არჩეულებრივი მამულიშვილი, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა მიუნხენში და მუშაობდა რადიო თავისუფლებაში. ბატონ კარლოს ჰქონდა არაჩვეულებრივი არქივი, რომელიც მთლიანად გადმოსცა საქართველოს. ეს არქივი ჩამოიტანა ბატონმა გურამ შარაძემ და ბატონი გურამი ხუმრობდა, რომ შენთვის წავსულ ვარ მე და შენთვის ჩამომიტანია ეს არქივიო, რადიო არქივზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩანაწერი ჩამოიტანა ბატონმა გურამმა და ამას მერე ვაცნობდით ქართულ რადიო მსმენელს. ამის საშუალებით, აი ამ ჩანაწერებით გაიცნო გრიგოლ რობაქიძე, მისი შემოქმედება ქართულმა რადიო მსმენელმა, გაიცნო არაჩვეულებრივი ქართველი მოღვაწეები, მიხაკო წერეთელი, საერთოდ ნოე ჟორდანიას ხმა პირველად ბატონმა გურამ შარაძემ მოიტანა საქართველოს რადიოში. და ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. მახსოვს ერთი ქალბატონი რეკავდა, რომ იცით რა, თქვენს გადაცემაშიო გავიდაო ასმათ ჟორდანიას ჩანაწერიო და დამაკავშირეთ ამ ქალთან რა იქნებაო, იმიტომ რომ
ისეთი თანამედროვე მოტივებზე ლაპარაკობდა საქართველოს ისტორიის შესახებ, აი ქართველების ყოფა ცხოვრებაზე, რომ ეგონა რომ აი ახლა ცოცხალია ეს ქალი და მე ლაპარაკობ. ქალბატონო ნანა, სხვათა შორის ახლაც ტელემაყურებელი რეკავს, თუ შეიძლება მოусმინოთ ჩვენს ტელემაყურებელს და გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. გისმენთ? დიახ, ეთერში. დიახ, გისმენთ. ალო. დიახ. ალო. გამარჯობა განაცვალე. გამარჯობა, მოგესალმებით მენელი ქალბატონო. ვარ თქვენი გადაცემის და დიდი მადლობა რომ ასეთი ჩვენი აი მწერლების და გამოჩენილ ხალხის ვაიმე როგორ ისე დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო. ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენოთ ქართული ემიგრაციის სახელოვანი წარმომადგენლები. თუ მუდმივ მსმენელი ვარ თქვენი. დიდი მადლობა. ჩვენ გვახარეს ასეთი ზარები. რასაც ემონუა რომ გისმენს ადამიანი ეს სულ სხვა კულტურაა დამეთანხმებით ამან რომ დაჯდე მოусმინო და ჩაერთო გადაცემაში. ამას ეს ყველას არ შეუძლია, მაგრამ ჩვენთან ძალიან ბევრი რადიო მსმენელი და ტელემაყურებელი არის აი ამ დონეზე სწორედ რომ ჩაერთოს გადაცემაში და გაითავისოს ის თემა და მოგაწოდოს კიდევაც ახალი იდეა ან სხვა თემა. მით უმეტეს პირდაპირ ეთერში დამეთანხმებით ქალბატონო ნანა, მით უფრო ცოცხალია ეს, როდესაც მსმენელი მაყურებელი გირეკავს თავის აზრს გიზიარებს და შენ გაქვს საშუალება პირდაპირ ინტერაქციის და ეს არის ყველაზე ღირებული ჩვენს პროფესიაში ალბათ. თქვენ ნეტა განახათ როგორ ეფერებიან რადიო მსმენელები ფერეიდნელებს, რომლებიც აი თავისებურად საუბრობენ ქართულად, აქცენტით, ფერეიდნული აქცენტით და შენ შემოგევრე ისე რომ ამ ფერეიდნელებს ცრემლების მოერიათ, იცი რომ ყოფილვარ მაგის მომსწრე. აი ფერეიდნელებთან დაკავშირებით რა მნიშვნელობა აქვს ამ თემას რადიოში თუ ტელეეთერში. ბატონი რეზო მიქელაძე იყო ფერეიდნელების პირველი ტალღის აი ეს მიგრანტი, ასე ვთქვათ, ჩამოვიდა რა ჩვენი თანამამულე ფერეიდნიდან და ბატონმა რეზომ თქვა ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენო მარტყოფშიო ვიკრიბებოდითო იმ ოჯახში, სადაც კარგი რადიო მიმღები ქონდათო, რომ აი რადიო ქართული რადიოსთვის მოგვესმინაო. უბრალოდ ქართული ჩვენ ესე ჩქარჩქარა ლაპარაკობდნენ და ბერს ვერაფერს გვებულობდითო, მაგრამ აი ქართულად რო ლაპარაკობდნენო, მე ქართულ მუსიკას ვისმენდითო და ეს იყო გადაცემები უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელსაც მაშინ ამზადებდა ბატონი შამილ ჭიაბრიშვილი, ქალბატონი გულნაზ გელოვანი. დღეს ისინი ჩვენ შორის აღარ არიან და სამწუხაროა რომ ამ წასული ჟურნალისტების ღვაწლი ჩვენ რატომაც ესეც მივიწყებული გვაქვს და არა და უნდა იცოდნენ ეს ადამიანები, რამდენი ჟურნალისტი წასულა და მისი შემოქმედებაც მათთან ერთად რატომღაც მივიწყებას ეძლევა. და ამ ადამიანებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ რადიო გადაცემების მომზადებისათვის. მათ მოიყვანეს რადიოში ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილი, რომელიც ქართულ-სპარსული ენის გაკვეთილებს კითხულობდა და ბატონი ნოდარ ჯანაშია, რომელიც ქართულ-თურქული ენის გაკვეთილებს კითხულობდა. და აი ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ გაკვეთილების შემდეგ, როდესაც ჩამოვიდნენ ეს ფერეიდნელები, აი იცოდნენ და იცნობდნენ ბატონ ნოდარსა და ბატონ ჯემშიდს. მე ბატონ ჯემშიდი ელჩიც კი იყო სპარსეთში, ირანში. ასე რომ ამ გადაცემის მნიშვნელობა ეხლა თანამედროვე ჩვენს დროშიც აი ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ აი კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებები გვაძლევს აი იმის უფლებას, რომ დაუკავშირდეთ მათ და გვეხმარება, რომ დაუკავშირდეთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და გავიგოთ როგორ ცხოვრობენ ისინი. უბრალოდ ჩვენ არაერთი გამოჩენილი კი არა, უბრალოდ აი შრომითი მიგრანტებისთვის დაგვირეკავს. არაერთხელ ჩვენთვის მოუმართავთ, აი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო ერთი გოგონა ათენში და ჩვენ მოგმართა თავისი გასაჭირის შესახებ და ნუ ამანაც ძალიან დიდი გამოხმაურება ყოლა ჩვენს რადიო მსმენელებს შორის და ყველა ვიცით რა არის აი გაჭირვების შემდეგ რაღაცნაირად ყველანი ვერთიანდებით და აი დახმარებისთვის
როგორ ერთიანდება ყველა არაერთ გზის მოწმე ყოფილვარ ამ ჩვენი რადიო ქალბატონი ნანა, თუ შეიძლება ჩვენს ტელემაყურებლებს ვუთხრათ, თქვენმა საუბარმა გამახსენა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ახალი ამბავი იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში თუ არ ვცდებით, ჩვენმა სათვის ტომამ ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი. გთხოვთ ამის შესახებაც მოგვიყვეთ, იმიტომ რომ გავიხსენოთ ჩვენი დიასპორა, რომელიც ასევე ქველმოქმედებაშია ჩართული და თქვენი ალბათ რადიოგადაცემის საშუალებითაც გაჟღერდა ეს. დიახ, ესა ფლორენციაში ქართული ეკლესიის მრევლის თაოსნობით იყო ეს, რომ და იქ ნანინა აქვთ ანსამბლი, რომელმაც რამდენიმე კონცერტი ჩაატარა და შემოსული თანხით უყიდეს ხარაგაულში სახლი მრავალშვილიან ბერიძეების ოჯახს. ჩვენ ჯერჯერობით სხვა შორის გადაცემა სპეციალური არ გაგვიკეთებია ამ მოვლენის და ამ ჰუმანიტარული მართლაც აქციის შესახებ, მაგრამ აუცილებლად დავუკავშირდებით ფლორენციაში ჩვენს თანამემამულეებს და ეს იცით რა არაჩვეულებრივი მაგალითია იმისთვის, რომ როგორ ეხმარები შენს ქვეყანას, როგორ აქვს გათავისებული დღევანდელობა, როგორ უჭირს ჩვენს თანამემამულეებს აქ საქართველოში და როგორ რას აკეთებ ამერიკაში არც ჩვენს ემიგრაციას უხენს, რა გააკეთე შენ ამერიკისთვის, არა? მოდი დავიწყოთ, რა გააკეთე შენ საქართველოსთვის. არა და ძალიან ბევრს აქვს გათავისებული სხვათა შორის ეს სლოგანი, აი რა გააკეთა მან საქართველოსთვის და ძალიან ბევრს რაც შეუძლიათ აკეთებენ. ნუ რა მილიარდ ნახევარი შემოდის ემიგრაციიდან. ეს ფიქსირებული დიახ და ისე ну თქვენ ჩემს ეგ იცით თამარა იმის შესახებ და აი ეს ყველაფერი თითოეულ ქართველამდე უნდა მივიდეს ტელეეკრანით, რადიოთი, პრესით. აი ხო მე მინდოდა წამომეღო აი ჩვენი აი ემიგრანტების შესახებ ფოტოილუსტრირებული რაღაც ლიტერატურა და ვერსად ვერ ვნახე ესეთი სპეციალური ლიტერატურა ხო არ არის ჩვენთან ჟურნალი ხო არ არის სპეციალური რომელშიც ემიგრანტების შესახებ იქნება და ეს აუცილებელია იცით ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას აკეთებენ ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში და ამის შესახებ სწორედ მასმედიამ უნდა მაპატიეთ, ქალბატონი ნანა, თქვენთვის ცნობილია და ჩვენს ტელემაყურებლებსაც უთხრათ, რომ ასეთი გამოცემები უცხოეთში იყო. რამდენიმე თაობამ ემიგრაციის ითავა 1921 წელს წასულმა ჩვენმა პირველი რესპუბლიკის ემიგრაციამაც და უფრო ახალმა 90-იან წლებშიც გამოდიოდა რამდენი გამოცემა, რამდენადაც ვიცი, დღესაც გამოდის, მაგრამ თქვენ თვლით, რომ საქართველოშიც უნდა იყოს ეს გამოცემა. მაშინ მე დაგესვამთ ერთ კითხვას, რამდენადაც გეთანხმებით. თქვენი გადაცემის სატელევიზიო ფორმატში თუ გიცდიათ ექსპერიმენტი, ანუ რადიო გადაცემის ციკლის სხვათა შორის არის ეს იდეა და ბატონი თამაზ ტრებოლაძე გვიჭერს მხარს, ეხლა სახალხოდ მინდა განოცხადო, იმიტომ რომ თამაზი არის მთელი არსებით პატრიოტი, ლიტერატორი, ქართველი ადამიანი, რომელსაც ძალიან აწუხებს ეს თემა, როგორ მილიონ ნახევარი თუ არის ჩვენი თანამემამულე ქართველი უცხოეთში არ მივაქციოთ ყურადღება. მილიონ ნახევარი სავარაუდოდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გასულია 90-იანი წლების შემდეგ. მანამდე ისტორიული ემიგრაცია. ხო უნდა მივაქციოთ ამ ყურადღება და ეს ყურადღება რაში გამოიხატება, რომ მიეცი მას საშუალება, რომ ქართულ საზოგადოებას დაელაპარაკოს, დაუკავშირდეს. ეხლა ელიზბარ ცივნარიძე არის არაჩვეულებრივი ქართველი, თურქეთში მოღვაწეობს. კავკასიის ქარი ეს სერიალი გააკეთა თურქული საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის, არაჩვეულებრივი სერიალი, რომლითაც გააცნო თურქ ტელემაყურებელს საქართველო, იცით და გააგიჟებულია ესე უყვარს საქაურობა ამ ელიზბარ ცივნარიძეს და თან მეუბნება რომ იცით რა თქვენი გადაცემები ჩვენ ძალიან გვეხმარებაო იქ
იმიტომ რომ ისინი ხედავენ ჩვენ როგორ ყურადღებას გვაქცევთო. და განსაკუთრებით გააქტიურდნენ თურქეთელი ქართველები ამ ბოლო პერიოდში, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. მე ბედნიერი ვარ ყოველ მათთან შეხვედრაზე, ან მათთან სტუმრობაზე. მართალი ბრძანდებით. ქალბატონ ნანა, მაშინ იქნებ ტელემაყურებლებს ისიც უთხრათ, თქვენი რადიო გადაცემის ციკლში ყველაზე ხშირად დასმული კითხვები ჩვენი ემიგრაციის ან ჩვენი თანამემამულეების ზოგადად მათი მხრიდან რა გახსენდებათ, რა კითხვებს უფრო ხშირად სვამენ ეთერში? იცით რა შეასაქმე, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ისინი თვალს ადევნებენ ჩვენს ყოველდღიურობას და ჩაბმული არიან არაფორმალურად ჩვენს ყოველდღიურობაში. ის კი არა, ნუ აქ ელბაქიძის დაღმართზე რომ ეს მიხეილ ჯავახიშვილის სახლი როგორ არის და აი ასეთ რაღაცებსაც კი გვეუბნებიან. რაც მე ძალიან მახარებს. აი ხო დათო აგიაშვილი გარდაიცვალა. ერთი წელი სრულდება და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ქართველი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა, იქ მოღვაწეობდა ჰოლივუდში რამდენიმე პროდიუსერი იყო და სცენარის ავტორი და უცებ მოულოდნელად გარდაიცვალა და მისი მეუღლე ამბობს ქალბატონი მარიკა, რომ დათო ყოველ დღე უსმენდა და უყურებდა საქართველოს ტელევიზიას, ყოველ დღე და ისე განიცდიდაო ყველაფერს და თითქოს აი ცხოვრობდა საქართველოს ცხოვრებით. აი ეს აქვთ იცი თანამონაწილეობა უნდათ და ჩვენც რა თქმა უნდა დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი აძლევს მათ საშუალებებს ღია ყველა კარი. აბსოლუტურად. გაიხსნა ახლა საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდა ხო? ეს არის ხო? ამ აი თანამედროვე თავრობის ხელისუფლების მონაპოვარი. იმიტომ რომ საზოგადოებრივი საბჭო აძლევს უფლებას ადამიანს, საზოგადოების ყველა წევრს, რომ იცოდეს რა ხდება, არ არის დახურული ეს აპარატი და რა ხდება აქ ჩვენი მეშვეობით, საზოგადოების საბჭოს წევრების მეშვეობით. აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე არის ეს ყველაფერი და აი ქალბატონ ნანა, ჩვენი არხიც ქართული არხიც ღიაა თქვენთვის, ამის დასტურად კიდევ ერთი ტელემაყურებელი ჩვენთან შეკითხვით. გისმენთ? დიახ, ეთერში ხართ? გისმენთ? ისაუბრეთ, გისმენთ, ეთერში ბრძანდებით უკვე. ეთერში ხართ. სამწუხაროდ გაითიშა, მაგრამ ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებთ ქართული არხის ტელეფონს, რომლითაც პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 38 31 50. დიახ, გისმენთ ქალბატონ. და ეხლა მთავარია საქმე ვაკეთოთ აქაც და ემიგრანტებმაც. ერთი ფრაზა მახსოვს ძალიან კარგად ფლორენციის ქართული მრევლიდან, რომ თქვენ მანდ გაძლიერდითო და ჩვენ აქედან დაგეხმარებით და ხელი შეგვიწყეთ, რომ ჩვენც გავძლიერდეთ აქო. ნუ რა უნდათ ახლა იმათ არჩეულებრივი იურისტია ბატონი ზალსარაჯიშვილი, რომელიც ადრე მუშაობდა სწორედ ემიგრაციის თემაზე და არაჩვეულებრივად იცის ეს ყველაფერი. აი იურიდიული დახმარება უნდა. კი ბატონო, კლავ ტელემაყურებელია ეთერში, მოვუსმინოთ. გისმენთ? დიახ. გისმენთ? დიახ, გისმენთ. დიახ, ეთერში ხართ. გისმენთ? ისმის ჩემი ხმა. დიახ, ისმის, ისაუბრეთ. ქალბატონ თამარ, ყველაზე დიდი ემიგრაცია საქართველოსდან მოხდა, როდესაც მოხდა საქართველოს სახელმწიფო გადატრიალება 91-92 წელს მოგიხსენებათ. ის ხალხი მის მერე ამდენი წელი გავიდა და იქ ეს ხალხი ვინც იქ ცხოვრობდა, რამდენიმე მათგანი დაიღუპა. თუ აკეთებს სახელმწიფო რამეს, რომ ეს ხალხი იქნება გადმოსვენებული და ეხლა მაინც იქნება თავიანთ მიწაზე დამარხული. დიდი მადლობა. კითხვისათვის ძალიან მტკივნეული საკითხი დასვა ახლა ჩვენმა ტელემაყურებელმა თითოეული ემიგრანტისთვის და საქართველოს მოქალაქისთვისაც და მე ვიტყოდი თვითონ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამთავრობო დონეზე. მართალია ემიგრაციას თვითონ თქვენ იცით ქალბატონო ძალიან დიდ ძალისხმევას იჩენს ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს. მე პირადად ვიცი და მიმიღია მონაწილეობა მე და ჩემს ოჯახს, როდესაც ემიგრაციაში ვცხოვრობდი,
ფულის შეგვიგროვებია ემიგრაციაში ამ სამწუხარო ამბის დროს და გადმოგვისვენებია, მაგრამ რა თქმა უნდა ვეთანხმები ჩვენს ტელემაყურებელს, უნდა მოხდეს ოფიციალურად გადმოსვენება. მე გავიხსენებ ერთ-ერთ ბოლო ფაქტს. ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილი ჩვენი უხუცესი ემიგრანტი ძია პეტრე, ყველასთვის საყვარელი პეტრე ხვედელიძე. მოხდა ქალაქ თბილისის მერიისა და ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მისი გადმოსვენება და დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მისი დაკრძალვა. ასევე ჩვენს ტელემაყურებელს მინდა ვუპასუხო, რომ მართალია არის რიგი პრობლემები, მაგრამ სახელმწიფო ცდილობს, ნამდვილად ცდილობს, რომ სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენი პირველი პარლამენტის დამოუკიდებლობის შემდგომ უზენაეს საბჭოს წევრი, ყველასთვის ცნობილი ვიქტორ დომუხოვსკი გარდაცვალების შემდეგ გადმოსვენებული იქნა ასევე თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ხელისუფლების პირადად დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევით და ჩარევით. აი ეს ორი შემთხვევა შემიძლია მე ბოლოს გავიხსენო და ასევე მოქალაქეებისაც ჩვენი ემიგრანტების და არა მხოლოდ უზენაესი საბჭოს წევრების ან ყოფილი მთავრობის წევრების. ეს საკითხი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძვირფასო ტელემაყურებლებო არის საკმაოდ მტკივნეული და პრობლემური საკითხი. სპეციალური კომისიის შექმნა იგეგმება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ახლა საქართველოს ხელისუფლება თვითონ ცდილობს მოაგვაროს ეს მტკივნეული საკითხი და იმედია, რომ მალე ეს სამთავრობო კომისია შეიქმნება. ქალბატონო ნანა, საზოგადოებრივ საბჭოში ჩვენთვის ცნობილი გახდა წინა გადაცემებიდან სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში არა მარტო საბჭო იმოქმედებს, არამედ საბჭოსთან არსებული დარგობრივი ჯგუფებიც. არაჩვეულებრივია. დიახ, აი ამაზე გითხარით რამდენიმე სიტყვა თუ შეიძლება. ამ დარგობრივი ჯგუფებში შეუძლია ჩაერთონ ემიგრანტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგადად აი ამ თემაზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთაც შეეძლებათ ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღონ დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის სხვადასხვა ღონისძიებებში. თვითონ ესე იგი წინადადებები შემოგთავაზონ, ინიციატივები, რა უნდათ, რის გაკეთება უნდათ, რომ საკანონმდებლო საქმიანობაშიც მიიღონ მონაწილეობა, რომ მათი სიტყვაც იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული. და მეტი რა არის საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებრივი აზრს უნდა შესრულება, თორე საზოგადოებრივი აზრი არსებობს, ხო? და აი ჩვენ ამ კონსტრუქციული ურთიერთობით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კონსტრუქციული ურთიერთობით ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია. დიდი მადლობა, ქალბატონო ნანა. ვიდრე რეკლამაზე გავიდოდით, ძვირფასო ტელემაყურებლებო შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმარი იყო ჟურნალისტი ნანა ლომიძე. გავდივართ რეკლამაზე, ზარის შეგახსენებთ სტუდიის ნომერს 2 38 31 50, ველოდებით თქვენ ზარს. ძვირფასო ტელემაყურებლებო შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ქართული დიასპორა. ჩვენი ტელეფონებია 2 38 31 50, ველით თქვენ ზარებს. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია ჟურნალისტი, ასევე დღეს ჟურნალისტების დღე გვაქვს. ნინო ცხოიძე, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს წევრი, მედია მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული დიასპორის ცენტრი საქართველოში თავმჯდომარის მოადგილე. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მოგესალმებით, ქალბატონო თამა და მივესალმებით თქვენს მაყურებელს პირველად თავად კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სტუდიაში. დიდი მადლობა. ჩვენი საცდელი გადაცემების ერთ-ერთი მთავარი თემა ეხლა ავირჩიეთ ქართული ჟურნალისტიკა და ქართული დიასპორა. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო ჩვენი კოლეგა, ასევე გამოცდილი ჟურნალისტი ქალბატონი ნანა ლომიძე. მე მინდა თქვენ საუბარი ჩვენს ტელემაყურებლებთან დაიწყოთ, თქვენი გამლილი გზით, თქვენი კავშირით ქართულ დიასპორასთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ პირადად ხშირად დადიოდით სხვადასხვა ქვეყანაში და პირადად ხვდებოდით ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. გთხოვთ. დიახ, პირველ რიგში მე მინდა კმაყოფილებთ აღნიშნო, რომ მომიწია სტუდიაში მუშაობა თქვენთან ერთად და ჩვენ ძველი კოლეგები ვართ, ძველი თანამშრომლები ვართ და ასევე ქალბატონ ნანას დიდი მადლობა. ვინაიდან სწორედ მასთან დავიწყე პირველად ამ თემაზე მუშაობა რადიოში. წარმოიდგინეთ, დიახ. წელს ხომ არ გაიხსენებთ, გადაცემას ერქვა გზა, ეს იყო თუ არ ვცდები
90-იანი წლების დასაწყისი, როგორც მახსოვს. და ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია, როცა მის შემდგომ მომიწია დღეს გადაცემაში მონაწილეობა და მართალი გითხრათ, მაშინაც და უფრო ადრეც ბავშვობაში, როცა მე ვუყურებდი ფილმებს, იგივე თქვათ მამლუქს და ისეთ ემოციურ ფილმებს, რომელიც უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებას ეხებოდა, ყოველთვის განვიცდიდი, მაგრამ მაშინ რა თქმა უნდა ვერ წარმომედგინა, რომ მოვიდა და დრო და მე თვითონ დავინტერესდებოდი ამ პრობლემით. ის ფილმებიც კი, რომელიც ბავშვობაში მაქვს ნანახი, შემდგომ სულ სხვა თვალით მაქვს, სულ სხვა განცდით მაქვს აღქმული ესპანეთში, ბარსელონაში, როცა მე ამას ქართველ ემიგრანტებთან ერთად ვუყურებდი. ჩემი დაინტერესება ემიგრაციით სრულად მოულოდნელად დაიწყო, ეს იყო 2002 წლის ზაფხული, როცა მე პირველად შევეხი ამ პრობლემას. მე არაერთხელ მithქვამს გადაცემებში, რომ ცხოვრობ ახლოს გერმანიის საკონსულოსთან და იქ მუდმივად ვხედავდი რიგს. ესე ვთქვათ, წამსვლელების რიგს და მე ესეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ალბათ ამდენი ხალხი იმიტომ დგას რიგში, რომ იქ ყველაფერი უკეთესად არის, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში და ადამიანები თავიანთი კეთილდღეობისთვის მიდიან. და ვინაიდან მაშინ არ იყო ესეთი ვთქვათ, ტელევიზიაში გადაცემები და მით უმეტეს გაზეთები, ჟურნალები, რომელიც სპეციფიურად იმუშავებდა ამ თემატიკაზე, რა თქმა უნდა, მეც ისევე როგორც უმეტესობას ჩვენ საზოგადოებას, ძალიან მწირი წარმოდგენა მქონდა რა ხდება ემიგრაციაში. მაგრამ აი სწორედ 2002 წელს, როცა მე თვითონ გავიგე, როგორ მიდიან, რატომ მიდიან და შემდგომ რა მდგომარეობაში ხვდებიან იქ, რა პირობებში უწევთ მუშაობა, ცხოვრების დაწყება და რამდენად რთულია ემიგრაციის პრობლემების გადატანა საკუთარ თავზე, როცა მე ამას მიყვებოდნენ. იქიდან დაბრუნებული სულ სხვა თემაზე მივდიოდი, მართალი გითხრათ, მაგრამ იქიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე, რომ რაც შეიძლება მეტი მემუშავა ამ პრობლემაზე, როგორც ჟურნალისტს შემესწავლა და შემდგომ იმეწოდებია საზოგადოებისათვის ეს აზრი. სწორედ ამიტომ 2004 წელს დაიბადა ჩემი ჟურნალი. ჯერ ემიგრანტი, შემდგომ დავარქვი ემიგრანტები, მაგრამ სამწუხაროდ უსახსრობის გამო გაჩერდა. რამდენ ხანს იყო ეს ჟურნალი? 10 ნომერი გამოუშვი 2004 წელს, სათხაშორის იყო სამენოვანი, ქართულად, რუსულად და ინგლისურად გამოვეცი თავიდან. შემდგომ ფინანსების სიმცირის გამო ჯერ ერთ ენაზე გადავედი. შემდგომ გაჩნდა მოთხოვნილება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც რუსულად და ინგლისურად კითხულობდნენ, ბოლო ნომერი გამოუშვი ისევ სამენაზე, მაგრამ ამითი გავჩერდი. მაგრამ რასაკვირველია, მე მუშაობა არ გამიჩერებია, უფრო და უფრო მეტად ვინტერესდებოდი და უფრო მეტ ადამიანებს ვეცნობოდი ემიგრაციაში და თუ თავიდან, თქვათ, ჩემი დამოკიდებულება ემიგრაციის მიმართ იყო უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, შემდგომ ისინი გახდნენ ჩემი მეგობრები. მე ჩავდიოდი მათთან, ცხოვრობდი სახლში მათთან ერთად და უფრო ახლოს ვგებულობდი რა პრობლემების გამოტოვებდნენ ისინი სამშობლოს. გზაზეც ბევრი გამიცნია, მართალი გითხრათ, ავტობუსითაც მგზავრია ჯერ საბერძნეთამდე, შემდგომ იქედან გადავედი ხან ესპანეთში, ხან ესპანეთიდან ჰოლანდიაში მოხვდი, ხან საფრანგეთში. ლევილში პირველად 2006 წელს ვიყავი და გერმანიისათვის თომ წამიყვანა, ამისათვის დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს კოლეგას და ასევე ჩვენს ყოფილ თანამშრომელს ჯიმ შერბედიანაშვილს და ასევე ჩემ ახლობლებს, რომლების დახმარებითაც ფინანსურ პრობლემებზე მაქვს ლაპარაკი, მე მოახერხე აი ეს მოგზაურობები და ამის შემდგომ მე აი იცით რა თითქოს ჭაობში ჩავიფრალი, ესე ვთქვათ, მე სულ ვამბობ, რომ ემიგრაცია ეს არის დიდი ჭაობი, რომლისგანაც არამც თუ ემიგრანტებს მეც კი მიჭირს თავის დაღწევა. და რაც უფრო მეტ ადამიანს ვეცნობოდი და ვცხოვრობდი იმათი ცხოვრებით, სულ უფრო მეტად განვიცდიდი ამ ყველაფერს, მაგრამ იყო მომენტები, როცა მე თვითონაც მიფიქრია დამეტოვებია ჩემი სამშობლო და წავსულიყავი. აი განსაკუთრებით 2006-2012 წლებში არაერთხელ მქონდა ეს მცდელობა, მაგრამ იმდენად კარგად გავითავისე ეს პრობლემები და იმდენად კარგად გავიგე რა რთულია ემიგრაციაში დამკვიდრება, რომ მე ვერ გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა და ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს თავიანთი ოჯახების გადასარჩენად. და რასაკვირველია, მე უკვე მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ტალღა ემიგრაციისა წლების განმავლობაში ხდებოდა სწორედ პოლიტიკური ფორმაციების ცვლილების დროს, მაგრამ იმ პოლიტიკურ ემიგრაციას ყოველთვის ახლდა
სოციალური ემიგრაცია, ეკონომიურ პრობლემებზე დაფუძნებული ემიგრაცია და მართალი გითხრათ, ახლა ბევრჯერ დაობენ იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ეს დიფერენციაცია ემიგრაციას შორის და რა თქმა უნდა, მე ყველა კატეგორიის ემიგრანტს შევხვედრი ვარ უცხოეთში და ამდენად განსხვავება რა თქმა უნდა ნამდვილად არის, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც სამშობლოს იძულებით ტოვებენ იმის გამო, რომ მათ ელემენტარული ცხოვრების პირობები არ გააჩნიათ საქართველოში, უმეტესწილად სწორედ ასეთი ადამიანები მეღულება მე უკან დამბრუნებლები. ნამდვილად გეთანხმებით და ძირითადად ქალბატონი ნინო, ეს ხალხი აქ 2-3 ოჯახს საშუალოდ ინახავს. მეცაც ზოგ შემთხვევაში მე თქვენი ნებართვით გეტყვით, ალბათ თქვენს წაკითხული ან მოსმენილი გექნებათ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ბატონი გელა დუმბაძის ძალიან ცნობილი ფრაზა, მე ვაკვირდების მის ინტერვიუებს ჩვენი არხიდანაც და საკმაოდ ხშირად იმეორებს ბატონი გელა, რომ ეს არის სოციალური გმირობა, სოციალური გმირობის ტოლფასი, რასაც ქართული ემიგრაცია, განსაკუთრებით ქართველი ქალები ჩადიან, ასე ვთქვათ, დიახ, სწორედ აი ამას ვამბობდი მე, რომ ეს დიდი ხანია მე ამეკვიატა ეს აზრი, რომ ისინი არიან გმირები, ჩემგან განსხვავებით, იმიტომ რომ მე ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. და სწორედ ამან განაპირობა, რომ რამდენიმე ასე ვთქვათ მედია საშუალებაში, სადაც კი მე ვიმუშავე ემიგრაციის თემაზე და შევამჩნევდი, რომ იქ ხელმძღვანელობა არ იყო ჩემს პოზიციაზე, მე იძულებული ვხდებოდი მიმეტოვებია იქაურობა. ნუ გარდა იმისა, რომ ვთქვათ ანაზღაურება იყო ძალიან მწირი, ახლა ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, დაუშვათ მოგეხსენებათ, რომ წამოსვლას ევროპაში სულ მცირე, ვთქვათ ესე 300 ევრო მაინც ჭირდება და იქიდან ჩამოტანილ რეპორტაჟში მე ვღებულობდი, ვთქვათ 20 ლარს. იყო ესეთი შემთხვევაც, როცა მე წავედი ქართველი ემიგრანტების, ქართველი ებრაელების ქორწილის გასაშუქებლად ისრაელში, უდიდესი სიამოვნება მივიღე. მე სიამოვნება დამიჯდა $600, მაგრამ ის მასალა რეპორტაჟი დაჯდა 20 ლარი. თუმცა გამოხმაურება იმ რეპორტაჟებზე იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის, რომ მე არასოდეს არ ვანგარიშობდი, რამდენი იყო იქიდან ჩემი შემოსავალი. სწორედ ამან განაპირობა ალბათ, რომ მე 12 წელია ვერანაირად ვერ მოვწყდი ამ თემას. ნუ ალბათ თუ ჩვენი მსმენელები ახლა არიან ადამიანები, რომლებსაც მოусმენთ ჩემი გადაცემები საპატრიარქოს რადიოთი ან ობიექტივის ეთერით, ალბათ იმათმა იციან, რომ თვითონაც ბევრჯერ შემომხმიანებია ეს ადამიანები და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო სწორედ მსმენელის ყურადღება და ემიგრაციის მხრიდან გამოხატული სიყვარული და თანადგომა იმისა, რომ აი ეს საქმე მე უნდა გამეგრძელებია. მე დღეს რა თქმა უნდა იმ მასშტაბით ვერ მუშაობ, მაგრამ მინდა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ არასოდეს ამ 12 წლის განმავლობაში მე არ მქონია იმდენი საქმე ემიგრაციის გასაშუქებლად, რომელსაც მე ხო ხედავ ბოლო 1 წლის განმავლობაში თუნდაც. და მე ეხლა მწყინს და განვიცდი ამას, რომ მე არა მაქვს ის ასპარეზი, რომელიც ადრე მქონდა, რომ კვირაში 2 გადაცემა 3 საათი მაინც მინიმუმ მქონდა ემიგრაციის გასაშუქებლად და მე ყოველთვის ვეძებდი მასალას, რესპონდენტებს და ძირითადად ჩემი რესპონდენტები იყვნენ, რა თქმა უნდა, ემიგრანტები, რომლებიც Skype-ის მეშვეობით ერთვებოდნენ ჩემს გადაცემებში და წინასწარ უთანხმებდი ხოლმე წინა დღეს მაინც უნდა მცოდნო და 1-2-3 ადამიანი მაინც, რომ მე მარტო არ მჯდარიყავი ეთერში. და სხვათა შორის ამას გარკვეულწილად პროვოკაციებიც მოყვა და ერთმა ჩემმა კოლეგამ მისაყვედურა კიდეც, რომ თურმე მე წინასწარ შეთანხმებით ვთავ ხალხს და იმ დღეს ვიღაცებმა ვერ მოახერხეს ეთერში ჩართვა. რა თქმა უნდა, ვინც გამოჩნდებოდა და მომწერდა ეთერში, მე იმათ ვითვალისწინებდი, მაგრამ ახლა ერთსათიანი ფორმატი ყველაფრის საშუალებას არ იძლეოდა. მაგრამ მე ვითვალისწინებდი შემდგომი გადაცემებისთვის. ეს უბრალოდ იყო პროვოკაცია, რასაკვირველია და ამაზე არ მინდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ ჩემთვის მაინც არის მთავარი ის, რომ მე მოვახერხო, გავაგრძელო მუშაობა ამ თვალსაზრისით და ქალბატონი ნანა წინა ბლოგში ამბობდა, რომ არ არის პერიოდული გამოცემები. მოგეხსენებათ, ჩემი ჟურნალი სწორედ იყო გამიზნული იმისათვის, რომ ქართველ ემიგრანტებს ქონოდათ ინფორმაცია საქართველოდან, ხოლო საქართველოს ქონოდა ინფორმაცია ემიგრაციიდან და ამას ორმხრივი დატვირთვა ქონდა. ბუნებრივია, იმ ადამიანებსაც სჭირდებათ ცოდნა იმისა, რა ხდება საქართველოში, რა იცვლება, რა მიდის უკეთესობისკენ, რა უარესობისკენ, როდის არის თქვათ დაბრუნების დრო. აი ხა თქვენ ქალბატონ ნანას დავუსვით შეკითხვა, ყველაზე მეტად რას გეკითხებიან და ბუნებრივია შეგეკნებოდეთ ეს შეკითხვა.
უნდა ბრძანეთ. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, აქტიურობენ ის ადამიანები, რომლებსაც უკან დაბრუნების დიდი სურვილი აქვს და ყოველთვის აინტერესებთ რა იცვლება ქვეყანაში საიმისოთ, რომ დაბრუნდნენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, აქაც არის ერთი დიდი კითხვის ნიშანი, როცა ჩამოდიან, ვერ პოულობენ სამუშაოს და უკან მიდიან. მე ასეთი რესპონდენტებიც ხშირად მყოლია. ისო ახლა ხან მე მქონდა ინტერვიუ ერაყიდან დაბრუნებულ ქალბატონთან, რომელმაც 4 წლის განმავლობაში 4ჯერ სცადა დარჩენა საქართველოში და ახლა მისი მეოთხე მცდელობაა. და რა თქმა უნდა, როცა მე ვკითხე, აი რამდენი უნდა გქონდეს ხელფასი რომ დარჩეთ. მან მითხრა, რა თქმა უნდა, 1000 ლარი მაინც. აი 2004 წელს ანალოგიურ შეკითხვაზე მე ესპანეთში მითხრეს, რომ თუ $300 მაინც გვექნება ჩვენ დავრჩებით საქართველოში, როცა მათ ჰქონდათ ანაზღაურება 1800 евро. ძალიან ძნელია ასეთ ადამიანებს ურჩიო, რომ არ წახვიდეთ, დარჩეთ, იმიტომ რომ დღეს 500 ლარიც არაფერი ფული არ არის მოგეხსენებათ საქართველოში. მაგრამ მე ყოველთვის ჩემს გადაცემებში, მით უმეტეს როცა კვირა დღეს გავდიოდი ეთერში, აუცილებლად ვამახვილებდი ყურადღებას პატრიარქის ქადაგებებზე, როცა ის მოუწოდებდა ქართველ ემიგრანტებს დაბრუნდნენ სამშობლოში და გაეთვალისწინებინათ ის, რომ როცა ისინი ტოვებენ სამშობლოს, ის პირობებიც არ აქვთ უცხო ქვეყანაში წასვლისას, რაც ექნებათ მათ სამშობლოში. და რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ უფრო მალე დამდგარიყოს ის დრო, როცა ადამიანებს აქ ექნებათ საშუალება თუნდაც 1000 ლარი მაინც გამომუშავება. მაგრამ ქალბატონო, ჩვენ ძველი თაობის ჟურნალისტები და ისინი მით უმეტეს, ვინც ემიგრანტებთან მუშაობ და მით უმეტეს, ვისაც თავად გამოგვიცდია ემიგრაცია როგორც პირადად მე, ვართ მხოლოდ და მხოლოდ ღირსეული და ეტაპობრივი დაბრუნების მომხრეები. გასაკვირველია. რას გულისხმობთ ამაში? თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენს ტელემაყურებლებსაც უთხრათ, ინფორმირებულობა პირველ რიგში, არა მხოლოდ დაბრუნებისთვის. მე ვიტყოდი მათთვისაც, ვისაც ემიგრაციაში წასვლა უნდა. თქვენ ახსენეთ ჩვენს ტელემაყურებლებს, ალბათ გქონდათ საშუალება თქვენთვის მოესმინათ. რომ რამდენჯერ მეცადეთ წასვლა, მაგრამ იმდენად რამდენადაც თქვენ გქონდათ ძალიან ახლო შეხება ქართულ ემიგრაციასთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სწორედ მათმა უცხოეთში ყოფამ გაფიქრებინათ, თორემ საქართველოში ჩვენს თანამემამულებს ასევე ძალიან ბევრს არ ულხინს, ამიტომაც არის წასული უკვე აღვნიშნეთ ქართველების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი თანამემამულების, რომლებიც აქ ინახავენ რამდენიმე ოჯახს, ხშირ შემთხვევაში საშუალოდ 3 ოჯახს მაინც, ამდენად ღირსეული წასვლა ემიგრაციაში და ასევე ღირსეული და ეტაპობრივი დაბრუნება. ჩვენ რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ ქართველები იმის მომხრე, რომ ყველა ქართველი დაბრუნდეს, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ და ხაზი გაუსვით, რომ ბევრია ისეთი, ვისაც სურს დაბრუნება და ყველაზე ხშირად დასმული კითხვები ეხება ამას. მაშინ მოდით ინფორმირებისთვის ჩვენს ტელემაყურებლებს ვუთხრათ, რომ არსებობს უკვე საქართველოს მთავრობაში პროგრამები, ეს ძირითადად ეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადასახლებული პირების განსახლებას სამინისტროს პროგრამას, რომელიც არის რეემიგრანტთა რეადმისიისთვის და მით უმეტეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში შექმნილ საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოში, სადაც სხვათა შორის თქვენ მოღვაწეობთ ამჟამად და გთხოვთ ეს ბოლო კითხვა, რამდენადაც ჩვენი დრო უკვე ფაქტობრივად ამოიწურა და მიპასუხოთ, აი როგორ ხედავთ თქვენ ასპარეს სამ საბჭოში. მე რასაკვირველია მიმაჩნია, რომ ყველა ის გამოცდილება ჩემი, რაც მე დამიგროვდა ემიგრანტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მინდა მივაწოდო ეტაპობრივად. ჯერჯერობით მხოლოდ 2 სხდომა იყო მოგეხსენებათ და ჯერ გაცნობითი ხასიათი, შემდგომ დარგობრივი ჯგუფების დაკომპლექტების საკითხზე შევთანხმდით, რომ ეს ჯგუფები უნდა შეიქმნას, მაგრამ მე მინდა მანამ გითხრათ, რომ აი როგორც ჩემზე ქონდა დიდი გავლენა იმას, თუ რა ხდებოდა ემიგრაციაში და ამიტომ მე არ წავედი, სწორედ ჩემი გადაცემების დიდი წვლილი ბევრი ადამიანის ესე იგი გადაწყვეტილების თვალსაზრისითაც თურმე არის, იმიტომ რომ მე მეუბნებოდნენ ემიგრანტები, რომლებისთვისაც იყო ეს ინფორმაცია ცნობილი, რომ ჩემმა გადაცემებმა ბევრ ადამიანს გადააფიქრებინა საზღვარგარეთ წასვლა. ჩემთვის ესეც დიდი ბედნიერება, მაგრამ ამ შემთხვევაში აი თქვენ წინა ბლოკში ახსენეთ გადმოსვენების საკითხი.
ძალიან სწავე საკითხია და მე მინდა მადლიერების ნიშნით აღვნიშნო, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო გადმოსვენება, მაგრამ სამწუხაროდ გასული წლის 1 იანვრიდან ეს ისევ შეჩერდა, ანუ ხელისუფლების მხრიდან დაფინანსება და ეს ძალიან მტკივნეული თემაა და მე მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ რამდენიმე საკითხს შემდგომ გადაცემებში უფრო მეტი დრო დაუთმოთ. და ეხლა რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, მე რა თქმა უნდა, საბჭოში ამ თვალსაზრისითაც ვიმუშავებ და შემდგომ ყველა ინფორმაციას, რასაც მე მოვიპოვებ, სოციალური ქსელის საშუალებით ვავრცელებ და მინდა რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა გაიგოს ამის შესახებ, რომ აი დაბრუნებამდე უკვე იცოდნენ, ვის უნდა მიმართონ, რა პირობები ხდება, რა საკვირველია და თუ ამისთვის მოწოდებული ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა ქალბატონო. იმედი მაქვს, რომ კიდევ იქნება სხვა გადაცემები, იმიტომ რომ როგორც ქალბატონ ანას ასევე მეც მაქვს პროექტები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება ჩვენი გადაცემები ქართულ არხზე. ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებთ, რომ ეთერში იყო გადაცემა ქართული დიასპორა. მომავალ შეხვედრამდე.